კაიროში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ ფორუმებს, ასეთ მაღალ საერთაშორისო ტრიბუნას ყოველთვის ივანიშვილის ბანდის წევრები იყენებდნენ ხოლმე ან იმპერიალისტური რუსული ნარატივების გასავრცელებლად და იყვნენ ხოლმე ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი კრემლის ხელში, ან ქონდა ხოლმე საქმე ძალიან შაბლონურ არაფრის მომცემ ტექსტებთან, რომლის შინაარსაც კარგად ვერ გაიგებდა სურველიც კი, ამიტომაც არ ვიცით ახლა ზუსტად ყაველაშვილის განცხადება რა მესიჯების შემცვლელი იქნება, ალბათ იქნება მიქსი ამ კრემლის იმპერიალისტური ნარატივების და შაბლონური არაფრის მომცემი ფრაზების, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ალბათ ყობახიძეს წინა კრახის შემდგომ არ სურდა წასვლა და დაევკისრა, ამიტომაც ეს ფუნქცია ყაველაშვილს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელში ჩარლზ კუშნერის მიერ საფრანგეთის კრიტიკა დიპლომატისთვის მიუღებელიაო, რაც საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევა არისო, არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი, როცა თავად საფრანგეთის საქართველოს პოლიტიკაში ხშირად ერევა? ხო, არა, იცით რა, კონკრეტულად საფრანგეთში მიმდინარე პროცესები არის განსხვავებული საქართველოსგან, იმიტომ რომ საქართველოში პარალელურად გავავლოთ, ამისთვის უნდა სხვა ტენდენციები ქონდეს საფრანგეთში სახეზე, როდესაც ქვეყანაში დიქტატურა მყარდება, შეფასების გარეშე ეს ვერ ჩაივლის, არ არსებობს სოფლიოში პრეცედენტი, როდესაც დასავლური სამყარო და მისი დიპლომატიური კორპუსები დუბდნენ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაზე. ამიტომ შექმნილი მდგომარეობა დემოკრატიულ საქართველოში და დემოკრატიულ საფრანგეთში და ავტორიტარულ საქართველოში არის განსხვავებული. მაგრამ სხვადასხვა შეფასებები რომ მოყვება, ისიც საფრანგეთის პრეზიდენტისგანაც გვინახავს საქართველოზე არ გითხარით, ეს არის ჩემი პასუხი, რაც გითხარით. რამდენად სწორია, როცა თავად გმობს იმას, როდესაც თვითონ აკეთებს სხვა ქვეყანასთან მიმართებაში. გითხარით რა არის განსხვავება, რა ვიცი, მანჯერ. დიპლომატიური. მაინც ერთ-ერთი პასუხი უნდა გაგცედა. თუ გინდა გეტყვით კიდევ ვიგდეს. რამდენად სწორია, მსგავსი ქვეყნის შესაქმნელებში ჩაება. როდესაც ქვეყანაში მყარდება დიქტატურა და ავტორიტარიზმი, არ არსებობს სოფლიოში პრეცედენტი, როდესაც ამის შესახებ დუმდეს საერთაშორისო საზოგადოება, დემოკრატიული სამყარო და მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამიტომაც ის რაც ხდება ქვეყანაში საქართველოში არის ძირეულად განსხვავებული, რაც ხდება ხა დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოებში, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული, ამიტომ ერთ სიმწყეზე ვერ განვიხილავთ. მაგრამ ქვეყნის საქმეებში ჩაება, ქვეყნის შესაქმნელებში. ნუ ხა მარადიული შეგება. ხო ასევე ერთ-ერთი დამისვა და გიპასუხეთ ხან. მედია არქივი ინახავს არაერთ განცხადებას, თუ როგორ აკრიტიკებდნენ ლევილუს წევრები მიხეილ ყაველაშვილს დიპლომის არქონის გამო, რამდენიმე თვეში კი წარადგინეს მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე, მასაც არა აქვს დიპლომი. როგორ შეაფასებთ ამ ლელოს ამ ორმაგ სტანდარტს? ხა სხვა თემაზე ანუ რა კუპრაძე ინფორმაციით ვერ გიყვანეს არა? ხო და არ ვიცი, ანუ მაგიტომ გეუბნებით ხა ხომ უნდა ვიცოდე ზუსტად აქვს თუ არა. რო გახდება თვითონ რო უპასუხეს, მე გიპასუხებ. მაგრამ ზოგადად მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირისთვის ამჟამად დაუცლებელია დიპლომი. მაშინ როდესაც მიხეილ ყაველაშვილზე იყო საუბარი, გვახსოვს რომ ოპოზიცია საკმაოდ გამოირჩეოდა იმით, რომ ამას ახსენებდნენ მიხეილ ყაველაშვილს. თავად ირაკლი კუპრაძეც არ აქვს ეხლა და არ მართლა გეუბნებით ხა თუ დადასტურდა თვითონ თუ უპასუხა, ამაში უპასუხებ და ანუ ეხლა სანამ ესე ჭორზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ზოგადად დადასტურდება მაშინ არა პოზიცია გექნება. არა, ეხლა ესე პოტენციურად რა მოხდება, როგორ მოხდება, ანუ ჯერ ერთი ჩვენ 8 წამს რომ ეს არანაირი არჩევნები არ არის, ამიტომ სერიოზულად ვერც ერთ კანდიდატურას ვერ განვიხილავთ. რაც შეეხება ზოგადად თუ გაინტერესებთ ამ თემას, დიპლომებს და პოლიტიკას, უბრალოდ არსებობს სტანდარტი, პოლიტიკური სტანდარტი, რომელიც ჩემი აზრით არის აბსოლუტურად დეგრადირებული ივანიშვილის პირობებში, იმიტომ რომ კონკრეტულ თანამდებობებს აბსოლუტურად შეუფერებელი ადამიანები იკავებენ და ხშირად ანუ ასე ვთქვათ, ძალიან კაფეო ხდება ხოლმე, რომ ადამიანმა რომ დაიკავოს, თუნდაც მაღალი თანამდებობა, ახლა მნიშვნელობა აქვს ახლა ლეგიტიმურ თუ არალეგიტიმურ ხელისუფლებაში, საჭირო არის უბრალოდ ლოიალობა ივანიშვილის მიმართ და არა რაღაც კონკრეტული კომპეტენცია, რაც არის ხოლმე კრიტიკის საფუძველი ჩვენი მათ შორის მხრიდან და საზოგადოების მხრიდან. სალომე სამანდაშვილის განცხადება არის, ყველა ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილსო, რომ შეგვითავსოთ ეს განცხადება. ეს საზოგადოებრივი. ხო, არა, სალომე სამანდაშვილი და ბისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში არიან მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილის ბოლო წლების მანძილზე, ეს ყველამ კარგად იცის. ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასოდეს ვერ დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც რეალურად ებრძვის ავტორიტარიზმს. ოთხი აქციაზე რო ვისაუბროთ კიდევ ერთხელ, რა იგეგმება, როგორია თქვენი ხედვა, რას გეგმავთ? რაზე? ოთხი აქცია. არ ვიცი, ჩვენ 4 ოქტომბრის აქციას ჩვენ უერთდებით და მარტო ჩვენ არ უერთდებით, ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომელსაც უერთდება ძალიან ბევრი პოლიტიკური, სოციალური, ძალიან ბევრი ჯგუფი, საპროტესტო ჯგუფი მათ შორის. ძალიან მნიშვნელოვანი არის 4 ოქტომბერი
ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, იმიტომ რომ დიქტატურის გაფორმება მოხდება თუ არა ეს წყდება ეხლა წყდება ეს საკითხი, გაფორმდება თუ არა დიქტატურა საქართველოში, ამიტომ რა თქმა უნდა 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი, ოღონდ ქუჩის აქციის და საპროტესტო გამოსვლების კუთხით და არა იმ რაღაც ფსევდო სპეცოპერაციის და იმ ფსევდო პოლიტიკური პროცესის კუთხით, რომელსაც ცდილობს რომ შექმნას ივანიშვილმა. საქართველოს პარლამენტი მოუწოდა ახალ საკანონმდებლო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და დღეს შევა ცვლილებები. ეს რომ შევაფასოთ. ხო, არა, კორუფციასთან ბრძოლა არის უბრალოდ სახელი შიდა წმენდის და შიდა კლანური დაპირისპირების. ყობახიძე გუნდი ცდილობს რომ გააყიდოს ეს ყველაფერი თითქოს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის мотиваცია ამოძრავებს და ამიტომ იჭერენ ყოფილ თანაგუნდელებს, არადა ჩვენ ქონდა კონკრეტული მტკიცებულებები და საჯაროდ იყო ხომ მტკიცებულებები ცნობილი კორუმპირებული ჩინოვნიკების შესახებ, თუმცა როცა კლანური ბრძოლისთვის არ იყო საჭირო, იმ მომენტში არ იჭერდნენ და იქით ჩვენ გვდებდნენ ბრალს ცილის სამებაში. თურმე გაირკვა რომ სიმართლეს ვამბობდით, თუმცა აქვე ის თუნ აღინიშნოს რომ არც ერთი კლანი არ არის არაკორუმპირებული ივანიშვილის პირობებში, ამიტომაც ის კონკრეტული კლანი, რომელიც ძალაუფლებას იკავებს და მას აქვს მიტაცებული ძალაუფლება ივანიშვილის ქვეშ, ასე ვთქვათ, ის კლანი არის კორუფციის სახელით სხვა კლანების მომხრჩობი და გამნადგურებელი. ზოგადად კორუფციასთან ბრძოლა რამდენი მნიშვნელოვანია? ნუ კორუფციასთან ბრძოლა არის აუცილებელი, ნაციონალურ მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყვნენ სახელგანთქმულები კორუფციასთან ბრძოლაში, რაც შეეხება ივანიშვილს და მის ბანდას, როგორც ერთი მხრივ ჩვენი პოლიტიკური ძალა იყო სიმბოლო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კორუფციის სიმბოლო გახლავთ თავის მხრივ ივანიშვილი და მისი ბანდა, ხო, ეს ოლიგარქი, რომელმაც მიიტაცა მთელი ქვეყნის კეთილდღეობა და მისი ბანდის წევრები, რომლებიც მილიარდობით ოფიციალურად თვითონ აღიარებენ, რომ მილიარდობით მათ შორის ლარს ისე ატრიალებდნენ, რომ არავინ სახელმწიფო უწყებას ამის შესახებ არანაირი მოქმედება არ ქონია, ანუ არც ეროვნულ ბანკს, არც სუს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ყველაფერს აღიარებენ, ანუ საქმე გვაქვს მილიარდობით, ასე ვთქვათ, დოლარის მათ შორის ხომე აი ამ კორუფციულ შავ სქემებთან. კანონში ცვლილებების შესახებ თქვენ ხედავთ საჭიროებას რომ არსებობს როგორი უფრო გამკაცრება არის საჭირო? ზოგადად ქვეყანა არის კორუფციის ჭაობში ჩაფლული, თუმცა როგორც ნებისმიერი მიმართულებით გადაწყვეტილებები, რაც მიიღება და ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ინიციატივები არ ემსახურება რეალურ თავის მიზანს, გაცხადებულ მიზანს, ისე არის ამ შემთხვევაში უბრალოდ რეპრესიებისთვის ქმნიან ხოლმე ნიადაგს და არა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, არა ვთქვათ რაღაც ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, არა რაღაც უცხო გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ უბრალოდ სურთ ხოლმე რომ თუნდაც ოპოზიციაზე, თუნდაც იგივე ბანდის შიგნითაც სხვათა შორის, ანუ თავისი გუნდის შიგნითაც რეპრესიებისთვის იღებენ ხოლმე სხვადასხვა კანონმდებლობას. მაგრამ აი ჯუაში ბურჭულაძის შემთხვევაშიც მათი გუნდის წევრი იყო და შემდეგ დაყოლის შემდეგ თქვეს რომ კანტონის დარღვევის წინააღმდეგ ყოველთვის სწორია. ეს არის თუ არა ერთ-ერთი მეთოდი ის რომ რეალურ კორუფციას ებრძვიან. თან თქვენი შეფასება. არა, ხო გიპასუხეთ ამაზე ხა ვიცი. შემდეგი კითხვა არის რამე? კი, გახარიას ქონებაზე დაკავშირებით. და ჩვენ რომ მაგას ვიძახდით, არაფერს არ. რამდენჯერ გავუკეთებ ისეთ პასუხებს ვცემდნენ ხოლმე, მე მსხვენოდა ხოლმე რვაშვილის მამა და ხო რა? გიორგი გახარიამ ქონების ნაწილი გადაუფორმა თავის თანაპარტიელი შალვა კერესელიძის სიძეს, რომელიც პარალელურად გახარიას მეგობარია. და ასევე მასზე ნათესავზე აქვს ბიზნესის ნაწილი გაფორმებული და ასევე სამეგრელოს მოსახლეობა დანაშაულების იმაში, რომელსაც გახარია იყო პრემიერ-მინისტრიო, სამეგრელოში მიწებსაც ასრულებდა თავის ნათესავზე. მაგას ვიძახდით ჩვენ და არა, გონებდი. ის არის შენ ეხა დაიწყე მუშაობა. აი, საუთხო. ეს რომ შევაფასოთ ეს ფაქტი რომ შევაფასოთ ზოგადად. არა, ზოგადად გახარიადან სხვა ხოცები რო კორუმპირებულები იყვნენ, ჩვენ ამის შესახებ სისტემატურად საუბრობდით, თუმცა ამის გამო ვიყავით მათ შორის ხშირად ძალიან ხისტი სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტის მისი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან, რომლებიც ეხა არიან ბრალდებლების როლში, რაც რა თქმა უნდა არაადეკვატური გახლავთ, არავის ამის არ ჯერა, რაც შეეხება ზოგადად გახარიას დღევანდელ საქმიანობას ნამდვილად ვერ მოგახსენებთ არც სხვა ინტერესებს, ვით რომ ეს ადამიანი აღარც ოპოზიციურ საქმიანობაში იღებს მონაწილეობას აქტიურს და არც არაფერში არ უცით ეხა ზუსტად რასაც საქმიანობს, ამიტომაც დიდად ინტერესის მომგვრელი არ არის ვის სახელზე რას აფორმებს ამ ეტაპზე და წარსულში რა თქმა უნდა ხოცები ყოველთვის კორუფციაში იყვნენ ჩაფლული. ხან რა ინფორმაცია გქონდეთ მაშინ თავის
გონი მოვჩით ეს თემა, ივიკა დასვიკითხო. მე ზოგადად თქვი თორე ან კონკრეტულ ამ ფაქტზე კი არა ზოგადად რო გახარეს და სხვა ჩინოვნიკებიც იყვნენ კორუფციის ჩაფუძს უსაუბრობდით ამაზე მე. არა კონკრეტულ მაგ საკითხზე არ მეთქოს ახლა თუ ვინ არის ფინანსური დონორი პროტესტის რომელსაც სხვადასხვა ნივთები და ატრიბუტებით ამარაგებდნენ იმედის კვირის მოპოვებული დოკუმენტებით ამ პროცესში სოლიდური თანხა გაიღო გიული ალასანიას უნივერსიტეტმა და ბაჩიაშვილმა მიმღების საბა ჯაჯანიძეა რას ადასტურებს ეს თქვენთვის ანუ აქციებს აფინანსებდნენ სოლიდური თანხით გიული მივხვდით რასაც მივხვდით რასაც გულისხმობდეთ არ ვიცი არსებობდა ძალიან საჯარო ღია უბრალოდ სოციალურ ქსელში იდებოდა ხოლმე ინფორმაცია თუ როგორ უჭერდნენ ხოლმე მხარს აი ამ ქართული ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის გარკვეული საზოგადოებრივი აქტორები ამიტომაც ახლა რაღაცა სკანდალური არაფერი არ გახლავთ ეს საჯაროდ ისედაც იყო ხელმისაწვდომი კონკრეტული ადამიანები ისედაც დებდნენ ანგარიშის ნომერს და კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული კომპანიებიც მათ შორის რისხავდნენ ამიტომაც რაღაცა სკანდალი შექმნა იმისგან რასაც ხალხი Facebook-ზე წერდა ცოტა არადეკვატური მომჩნია ანუ ეს თანხები ხომ ირიცხებოდა რადიკალიზაციის ამას როგორ შეაფასებთ რადიკალიზაცია რა არის ისეთ ანუ ზოგადად როცა ვსაუბრობ ჩვენს ნოემბერ-დეკემბრის აქციაზე ანუ ხალხი რომელიც აწამებდა თქვენ კოლეგებს და ახალგაზრდებს და სტუდენტებს და თავპირსულ ეწავდა აი რადიკალიზაცია კი არა იგი იყო რაც იყო დანაშაული ხოლო ადამიანები რომ თავს იცავდნენ და ყიდულობდნენ ისეთ რაღაცას რომ არ მოეკლათ უბრალოდ არ ვიცი მე მგონი ამაგას რადიკალიზაციას კი არა ჰუმანიზაციას უნდა იძახდეთ თუ სწორად გაქვთ რა თქმა უნდა ღირებულებები დალაგებული ავიწერეთ მადლობა თავისუფალ ბრო თავისუფალ საბაჯაჯაინზე იყოს ბოლო პრობლემა ამ ქვეყანაში და ეგეთ პატიოსანი ხალხი ჩემი ხო ადრე ვიღებ თუ არა? ორი კადრი ხალხი ესაუბრეთ რა რაღაცა ხო? ვისაუბროთ. აი ეს ხალხი უბრალოდ კადრებისთვის რა მოლოდინები გაქვთ როგორ შეიძლება პროცესი წარიმართოს? არ ვიცი მე ვთქვი იმოჯოს ხალხი იმოჯოს საქართველოს. გადაგიდე კადრებს შენ გადაგიგებ. ყველა ჯარი წერია. მაგუნა რო დადგეს ალბათ უფრო. დიდი ყველა ჯარი წერია. გააჩნიათ ამ ხასიათზე როგორზე იქნება. ვითხარი რა მოლოდინები გაქვთ? არა მოლოდინი მართლა ოპტიმისტური გვაქვს ორი ძირითადი ფაქტორის გამო ერთი ის რომ ჩვენი აზრით ქართული ხალხი ასეთ გაბრაზებული არასდროს არ ყოფილა და ასეთი მსად ბრძოლისთვის და იმისთვის რომ რა ვიცი ბევრნი გამოვიდნენ და ყველა გამოვიდეს იმიტომ რომ არ ვიცი ყველა არის აღშფოთების პიკზე და მოთმინების ფიალის ავსების პიკზე რაც ეხება მეორე ნაწილი არის ის რომ თვითონ სისტემის შიგნით არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც შეუძლებელია ყოფილიყოს იმით რომ ჯერ მარტო ერთმანეთს დაერევნენ და ერთმანეთს იმეტებენ ციხისთვის და ამიტომაც არ ამგონია რა დაგწმობულები ვართ რომ ეს ვერტიკალი რა თქმა უნდა მყარი აღარ არის როგორც ადრე იყო კიდევ შეგვიძლია რამესაც ვთქვათ სამი წამი თემას ანიშნულობს თემაზე ვილაპარაკებ მაშინ სხვა თემაზე ვილაპარაკებ ხო მაგუნ ანუ სწორად ისე არანაირ პრომეთ ახეთ ორგანიზებას ჩართო ხო 4 არა იცი რა ხო ორგანიზებას ჩვენ ვერთებ არა ხო ეხლა ხო საჯაროა ეგ ინფორმაცია ხა მაგას ხშირად მისვამ მაგ შეკითხვას მაგრამ რა ვიცი ბადუნი პატა გამოვიდა და ანონსა და მისი ხარშემო ვინც არიან ეს ადამიანები არიან ორგანიზატორები მაგრამ ჩვენ ვერთებით ხა ამ აქციას